სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საქართველოს ჩინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრის პარაგრაფში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებებიც. მინისტრმა და ჩინეთის რესპუბლიკის ახალმა ელჩმა თბილისი 2015-ის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებიც მიმოიხილეს. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი დაათვალიერეს, რომლის სამუშაოებსაც ჩინური კომპანია ახორციელებს. ჩვენთვის ასიამოვნოა, რომ ეს სოფელი უკვე მომავალი წლის ზამთრისთვის უკვე მზად იქნება აგრეთვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემები შეიძლება მოკლე ხანში გადაწყდეს, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში გვიანდება გზების გაყვანა. ასე რომ ჩვენ ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მინისტრთან ერთად ჩვენ მოვინახულეთ ოლიმპიურ სოფელში მიმდინარე სამუშაოები და მინდა გითხრათ, რომ ნანახით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება. თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2015 წელს ჩატარდება, თქვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.